აღდგომის დღეს პასკა და წითელი კვერცხი, ბაირამის დღესასწაულზე კი ხალვა და ტკბილეული. ხულოში ზოიძეების ოჯახში, სადაც ორივე რელიგიის მიმდევრები ცხოვრობენ, მუსლიმანურ და ქრისტიანულ დღესასწაულებს ოჯახის წევრები განსხვავებულად, თუმცა თანაბარი პატივისცემით აღნიშნავენ. ოჯახის უფროსი და მისი მეუღლე ისლამის მიმდევრები არიან, ხოლო მათი შვილები და შვილიშვილები წლების წინ ქრისტიანულად მოინათლნენ. სააღდგომოდ კვერცხებს ქრისტიანი, რძალი და მუსლიმანი დედამთილი ერთად ღებავენ. მე ორივეს ვემსახურები, მუსლიმანურსაც და ქრისტიანულსაც. რა თქმა უნდა, ყველას ვასრულებთ. რძალს ის სურს და შვილს მეც ვემსახურები მათთან ერთად. და მე მუსლიმანურსაც თვითონაც მეხმარებიან და მუსლიმანურსაც ემსახურებიან. მიცხობენ ესე იგი ნამცხრებს, რაც საჭიროა, ხალვას და ყველაფერს. ზოიძეების ოჯახში სააღდგომო ფუსფუსია. ოჯახის ყველაზე პატარა წევრი ჯეჯილში კვერცხებს აწყობს, ოჯახისთვის ლოცულობს და მუსლიმან ბებოს პასკების გამოცხობაში ეხმარება. ოჯახის დიასახლისი გვიყვება, რომ გათხოვების შემდეგ მეუღლის მსგავსად მოინათლა და ბავშვებიც ამავე სარწმუნოებას აზიარა. ქრისტიანული მარხვის დაცვაში კი ახალგაზრდა ცოლ-ქმარს განსხვავებული სარწმუნოების მიუხედავად მოხუცი დედა ეხმარება. მოლოდინით ხვდებით ამ დიდ დღესასწაულს. მარტო მე კი არა, ალბათ ეს მუსლიმან ჩემ დედამთილა მამამთილი ძალიან ელოდებიან ამ დიდ დღესასწაულს. ხარშავთ კვერცხებს, ღებავთ, ვაკეთებთ პასკებს. ჩემ დედამთილი არის მუსლიმანი, მაგრამ მარხულობ და როცა მოვდივარ სამუშაო და მახვედრებს სამარხო კერძებს. ჩემი მთელი ახალგაზრდობა გავატარე ისეთ პერიოდში, როდესაც იგნორირებული იყო ყველანაირი რელიგია. ჩემ ოჯახი არის ახლა თქვენს უკვე ორი რელიგიის მატარებელი ხალხი ცხოვრობს აქ. მუსლიმები არიან და ქრისტიანები, მაგრამ ძალიან შეხმარებიან ერთმანეთთან. ეს ასეთი გაგებული ოჯახია და ყველას და იღებს და ყველგან მისცეს. ყველას მისცეს. დღეს ხულოში მცხოვრები ქრისტიანები ღამის თევით ლოცვისთვის ემზადებიან, რათა მათ ცხოვრის მკვდრეთით აღდგომა იზეიმონ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძარში ლოცვას სხალთის მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი აღავლენს.